Საგამოშროებისა მეგობრებო, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არხს ჭეშმარიტება ცივი იარაღის შესახებ. მე გახლავართ გელა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცოტა განსხვავებულ თემაზე. კერძოდ პომპიანი თოფის დაშლა აწყობაზე და მის ანატომიაზე. სანამ თვითონ უშუალოდ იარაღზე გადავალ, მინდა გითხრათ ჩემი დაინტერესება იარაღების შესახებ. ბავშვობიდან მაინტერესებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ განსაკუთრებით და ასევე ცივი იარაღის მიმართაც, ცეცხლსასროლი კიდე შეიძლება რაღაც მიმართულებით ტარების უფლებით გაიფრთხილოს და ცივი იარაღზე საერთოდ მოკლებული ვართ მაგ სიამოვნებას. მოკლედ, კანონის შეზღუდულობიდან გამომდინარე, გარკვეულ ასაკამდე ჩემი ცოდნა იყო მხოლოდ თეორიული, არანაირი პრაქტიკა და დაინტერესებით YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ინტერნეტში და ეს ეხება დაახლოებით 2010 წლამდე, 11 წლამდე პერიოდს. მაშინ არც YouTube იყო ასეთი პოპულარული, არც რაღაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და არც ჩემი ასაკის პიროვნებისთვის ეს 16-17 წლის ასაკში გაჯეტებთან ესეთი ახლო კონტაქტი საკმაოდ შეზღუდული იყო, თუ რაც განსაკუთრებით ფინანსური შესაძლებლობით არ გამოირჩეოდით. მოკლედ, ჭირდა ასე ვთქვათ ინფორმაციის მოძიება შედარებით მეტად, ვიდრე დღესდღეობით არის და ქართულ ენაზე საერთოდ არაფერი არ იყო მაშინ, რაც კიდე მეტად ზიდა ამ დაბრკოლებას, ამიტომ ჩემი ცოდნა მაინც ყოველთვის თეორიული, ანუ ამ ეტაპზე იყო ხოლმე თეორიული. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა გარკვეული რაღაცები, წავედი შეიარაღებულ ძალებში 2012 წლიდან და სხვადასხვა თავდაცვის ძალებში და შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს, მაინც უფრო მეტი ხანი შეიარაღებულ ძალებში მსახურე და ეს ტერმინი ჩემთვის უფრო მშობლიურია შეიარაღებული ძალები, ამიტომ ურავის მოეწყინება. შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს შეხება ჰქონდა სხვადასხვა მოდიფიკაციის ცეცხლსასროლი იარაღებთან, უფრო მეტად AK სისტემა და გარკვეულწილად AR სისტემაც M4-ის სახით წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. აი კიდევ რაღაცები იყო, რა თქმა უნდა. მოკლედ, თავდაცვის ძალებში და შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს იარაღის ცუდ მცოდნედ არასდროს არ ვითვლებოდი, პირიქით საკმაოდ კარგად და დეტალურად ვერ ვყვევი სხვადასხვა იარაღებს, ვერ ვყვევი სხვადასხვა იარაღებს, როგორც ანატომიაში, ისე ისტორიაში და ისე მუშაობის სპეციფიკაში და მათ დაშლა აწყობა და შერემონტება, ხელის შევლებაც არ მიჭირდა ხოლმე არასოდეს გარკვეულ დონემდე და მოკლედ შეიარაღებულ ძალებიდან წამოსვლის შემდეგ მანამდეც ჩემი განსაკუთრებული სიყვარული იყო ცივი იარაღი, უფრო მეტად ხელმისაწვდომი, უფრო მარტივი და ასე ვთქვათ, ყოველთვის როდესაც ცივი იარაღზე მიდგებოდა საქმე, რატო ამჯობინებდი ცივად ცეცხლსასროლ იარაღს, მქონდა ერთი ესეთი მარტივი განმარტება სწავლით, არ მიყვარს ბავშვობიდან ტყუილი მეზიზღება რა და მტყუნება ადამიანში და რაღაცაში დარწმუნებული და ის გიმტკიცებს და ყოველთვის ვთქვი, ცივი იარაღს არ აქვს მტყუნება. ცივი იარაღთან მტყუნება გამოწვეულია მხოლოდ მეპატრონის დაუდევრობით, მხოლოდ მეპატრონის რაც ზეზეურად შეიძლება ფოლადია და რკინა და ცეცხლსასროლი იარაღზე გაჭედოს. ცივი იარაღში ასეთი რამ არ ხდება. ცივი იარაღში ხდება ის რომ არ არის ცივი იარაღი შექმნილი ამ და ამ დანიშნულებით და შენ მას იყენებ ამ და მაშინ გიმტყუნებს ცივი იარაღი მხოლოდ. უნდა თქმა უნდა, იქაც არის რაღაცები, მაგრამ უფრო იშვიათი. მოკლედ ეს იყო ხოლმე ყოველთვის და ძალიან მიყვარდა ცივი იარაღი, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები ძირითადად ცივი იარაღით იბრძოდნენ. შემდეგ დავინტერესდი ცეცხლსასროლი იარაღებითაც უფრო მეტად გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ამ საკითხში და აღმოაჩინე ერთი რამ ის, რომ მე თავდაცვის ძალებში მსახურობის დროს არ ვითვლებოდი ცუდ მცოდნედ, აღმოჩნდა რომ საერთოდ რა ალუბლის ხეზე ვზივარ, ტყემარ სჭამდა ფორთოხლის კურკებს ვაფურთხებ. მართლა მას სიტუაციაში აღმოჩნდი, მივხვდი რომ რეალურად არაფერი არ მცოდნია ცეცხლსასროლ იარაღებზე. შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ ასია. მით უმეტეს რომ 10 წლამდე ვიმსახურე დაახლოებით შეიარაღებულ ძალებში, რაც ცოტა დრო არ არის, 2 სრული კონტრაქტი პლუს სავალდებულო. ნამდვილად არ არის ცოტა და მეთანხმებით, მაგრამ კიდევ ვიძახი რომ წამოვედი და მართლა სერიოზულად გადავწყვიტე, დაინტერესებული ყავ ამ სფეროთი, მართლა აღმოაჩინე რომ აი პირდაპირ ვიძახი რა ბლის ხეზე ვიჯექი, ალუჩას ჭამდი და ფორთოხალს ვაფურთხებდი. ძალიანაც სელაში ვიყავი და მოკლედ გადავწყვიტე ამ სფეროს შესწავლა, უფრო სამოქალაქო პირის თვალიდან და იქიდან გამომდინარე რომ გარკვეული პიროვნებათა ჯგუფი, ვინც ცივი იარაღებში დაინტერესებული იყო ჩემი აზრით, დაემთხვა ისე რომ დაინტერესებული აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღითაც და რაც კითხვები იბადებოდა, გადავწყვიტე რომ ის ცოდნა, რასაც ეტაპობრივად შევიძენ და გავიღრმავთ, თქვენც გაგიზიაროთ. ბევრისთვის ეს იქნება ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ
მე თუ დღეს 2022 წელს საუბრობ, მალეს 2003 წელს უკვე დაივიწყა, რომ არ ჭირდებოდა, ბევრისთვის პირიქით წინ გადაგმული ბიჭი იქნება, ბევრისთვის საინტერესო რაღაცა იქნება და ბევრს კიდევ რაღაცა იქნება, ვისაც შეიმოსმენა სიამოვნებს ალბათ და მისმეს. მოკლედ, პირველ რიგში გადავწყვიტე ცეცხლსასროლი იარაღთან ურთიერთობა დამეწყო ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მექანიზმით. ეს არის პომპიანი თოფი. პომპა არის ძალიან მარტივი, ძალიან ისეთი ხელმისაწვდომი მათ შორის, ანუ თითქმის ნახევარი გადასახსნელი თოფზე, რაც ორლიანს ცალურიანს ვეძახით, უფრო ორლიანზე, აი ყველაზე იაფი ბიუჯეტური ორლიანი თოფი, რაც გვეშოება გადასახსნელი, იმის ნახევარი ფასილის დაახლოებით, ანუ ხელმისაწვდომია, მარტივია და ჩემი დაუდევრობით თუ რამეს გავაფუჭებდი, ვერ გავიგებდი სწორედ არს იარაღის, გულიც არ დამწყდებოდა რა, ასე ვთქვათ და დიდ ფინანსურ კრახსაც არ განვიცდიდა, უსაფრთხოა, მარტივია. ამიტომ შევიძინე დერია არმსის მიერ გამოშვებული თურქული პომპიანი თოფი, რა თქმა უნდა 12 კალიბრი და რა თქმა უნდა ასე ვთქვათ მოკლე ლულით. მარტივი, კომპაქტური, სახელო ეიერის სტილში დავტოვე და მოკლედ გადავიდეთ ერთ პიროვნებას დააინტერესა იარაღის დაშლა აწყობამ და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. დავიწყოთ იარაღის დაშლა აწყობა. პირველ რიგში სანამ დაშლა აწყობაზე გადავართ, იარაღს აქვს აი აქ ესეთი ბერკეტი, მოცდახურ დაჩვენე. აი ეს ბერკეტი, რომელიც ასრულებს გარკვეულ დანიშნულებას. იარაღი ცველზეა, სრულიად თავისუფალია ტყვიებისგან. ჩავიხედებით შიგნით, ტყვიები დევს იარაღში. აი ეს ბერკეტი წეგან იყო ჩაწეული, ახლა ამოიწია, ჩადის ამოდის. მოკლედ ეს რასაკეთებს? იარაღი არის ვეღარ გადავტენი, ანუ გადატენის საშუალებით სავაზნიდან ვაზნას ვერ ამოაქვს. აქ რჩება ორადორი ვარიანტი, დავსხლიდო სასხლეთი და ახლიდან გადავტენო იარაღი, რა დროსაც გავარდება, რა თქმა უნდა, პირში მიცემული ტყვია, ან მეორე ვარიანტი, უსაფრთხოებით თუ მინდა დავცალო იარაღი. აი აქ ამ პლოკას ჩავძირავ და იარაღის გადატენა უკვე შესაძლებელია ვაზნის ამოგდება. და რა თქმა უნდა, იარაღი დაიცლება და მეორე ვარიანტი, ანუ იარაღის დაცლის არის ესეთი ტყვია გვაქვს პირში. იარაღი არ არის გადატენილი, ცველზე დგას, არ ისვრის, არაფერს არ აკეთებს, მაგრამ სავაზნიდან მინდა ვაზნის ამოგდება. ამ შემთხვევაში აი აქ აქვს ესეთი პატარა ბერკეტი, თეთრად თუ ხედავთ, აი აქ თეთრი ბერკეტი აქვს პატარა. თითი რაზეც მიდევს. აი ამას მივაწვევი, რაც ჭერს ვაზნას და ვაზნას გამოვაგდებთ უკან. ყველგვარი გადატენის და მახინაციების გარეშე. ან უსაფრთხოდ იარაღთან მოპყრობისთვის არის ეს ყველაფერი მიზან მიმართული. უკვე დავიწყოთ იარაღის დაშლა აწყობა და ნელ-ნელა ვისაუბროთ თან სხვადასხვა გაყენებულ საკითხებზე. პირველ რიგში იარაღს ვხსნით აი აქ წინ სავაზნეზე დამონტაჟებულ რეზბას. აი ეს ამოგვაქვს. კიდევ თხნიან ტივჟირს და ლულას ერთიანად ხელს და ვეწევით წინ. ეს არის აი ამ იარაღის არასრული დაშლა. ანუ იარაღი დაიშალა. შეგვიძლია ესეც მოხსნათ სატენი. ეს ბერკეტი, რომელიც ტივჟირის გადაადგილების დროს აწვევა აი ამ მექანიზმს, რომელიც არის შინ დამტკბელ სასხლეტი მექანიზმი ჩამჯდარი და ასევე ტყვის ამომგდები მექანიზმი და ცალკე დაგვრჩა ლულა, ცალკე ტივჟირი, ცალკე ესეთი მექანიზმი ბერკეტისთვის და ცალკე ეს ჩარჩო. ანუ ტივჟირი ამ იარაღში რა ქვია? წესით თავდაცვის, ანუ საბრძოლო იარაღებში ეძახიან ხოლმე საკეტის ჩარჩოს. ახლა გვაქვს მე პატარა თავისივე იარაღის საფენი, ამას ამოვიდე და მცირე ზომის დეტალებს ზედ დავალაგებ, რომ რაღაც არ დავყაროთ. იარაღის დაშლა აწყობაზე იყო საუბარი და ჯობია რომ იარაღი დაშალოთ, გაწმინდოთ და მოემსახუროთ სახლში, ოჯახში. დაცულ ადგილას, სადაც არც ნაწილი დაგივარდებათ, არც არაფერი და იქნებით მაქსიმალურად დაცული მაგები ყველაფრისგან რა, რომ რაღაც დაკარგოთ და დაგივარდოთ. სხვადასხვა 35 სანტიმეტრიანი ლულა აქვს იარაღს და ამ ლულის თოფები რაც ვნახე უმეტესობას შიგნით არ აქვს რეზბა და ჩოკი ვერ შეუცვლით. ამას ეცვლება ჩოკი, ოღონდ არ მოყოლია ესეთი საკმაოდ მილიტარისტული ალმაქრი. შენო კომპენსატორის მოვალებას ესწრებს, მაგრამ მაინც და მაინც არაფერი და დაგვრჩა ესეთი მექანიზმი. დაბლა ცილინდრული მჭიდი, საცემ სასხლეტი მექანიზმი და კონდახი.
ეხლა კონდახის მოხსნა როგორ ხდება? აი აქ აქვს ბერკეტი, რომელიც უნდა ჩავაწვეთ. აი ეს. ამას ჯობია ხოლმე ასეთ მექანიზმზე ვიმოქმედოთ. პლასტმასის ან სპილენძის რაიმეთი, მე სპილენძის მაქვს. ჩაკუჩთი არავის დაშლავის გაუგია ვიღაც მეტყვის ახლა. ამიტომ პირდაპირ გეტყვით. გამოვიდა კონდახი, რომელიც არის ტელესკოპური, სამი პოზიცია აქვს, მეტად არ იშლება. თუმცა აქედან შეგვიძლია ეს რეზინე კიდე მოხსნათ, მაგრამ ამის დეტალურად დაშლა აწყობა არაფერში არ ვარგია. აი აქ თუ ჩავხედავთ აუჩი სახრახნი, ამიტომ ავიღეთ სახრახნის, ჩავყოფთ და მოვუშვებთ. ეხლა ჩავხედავ შიგნით, არ ვწდე. რა, ცოტა დიდი დავაყენოთ. ისევ საკითხის განმე ორება. ხშირად აი ასეთ დონემდე დაშლა იარაღის არ არის მიზანმიმართული, იმიტომ ნაწილების ცვეთას იწვევს ესაც ალკე ამოსწურა. ანუ იარაღი შეგვიძლია ეს მდგომარეობაში გადავაყენოთ ეს ფოლადის ფირფიტა რაც ამაზე რაც ეს მაგდებოდა და აი ასეც ვიხმაროთ და გქონდეს ან მოკლე ჩვეულებრივი პისტოლეტის სახელური. ამის გამოყენებაც შეგვიძლია რა თქმა უნდა ამ პისტოლეტის სახელურის აქ სახრახნის ის ზომა არ ყოფნის. სახრახნის ის ზომა ცოტა დიდი სახრახნის მოვიტანეთ ცოტა დიდი ესეთი 6 კუთხედი და იმით იშლება რა. პისტოლეტის სახელურიც უკვე შეგვიძლია გამოვიღოთ. ხილაზე დაჭერა სახრახნები თურქებმა არ დაინანეს. იარაღი რჩება აი ამ მდგომარეობაში. ესენით შეგვიძლია რა თქმა უნდა მოხსნათ სულის შემთხვევაში უბრალოდ სახრახნის თუ მოიგება. შეგვიძლია მოხსნათ, მაგრამ რა მაინც არ მგონია საჭიროდ რა ამის მოხსნა. თუ სულ პიკატინის თამასა თავისუფლად ძალიან მართ. და ეხლა გამოვიღოთ საცემსასხლეტი მექანიზმი. ენა ეგრეთ წოდებული. ჯობია ყოველთვის ამ პლასტმასის დეტალებით ვიმოქმედოთ. თქვენ კი ხედავთ რომ ჩაქუჩი სულ ყვა, მაგრამ რეალურად ჩაქუჩი ხდება მხოლოდ პლასტმას. გამოდის ორი ცალი აი ესეთი წკირი, ეგრეთ წოდებული სამაგრი, რაც იჭერდა იარაღს. ეს ამოვა რა თქმა უნდა გამაწვალებს ამოღებაში. ეს ორი ცალი ესეთი სამაგრი და საცემსასხლეტი მექანიზმი შეგვიძლია გამოვიღოთ. შიგნით აღარაფერი აღარ დარჩა იარაღში და აი ესეთი საცემსასხლეტი მექანიზმი აქვს იარაღს თვითონ. შეხედეთ. აქ ძალიან ბევრი პატარა თითქმის პლასტმასისგან დამზადებული ძალიან ბევრი ისეთი ზამბარაა შიგნით, მცირე ზომის დეტალები. ამის დაშლის შემდეგ მე მგონია რომ ვიღაც გაიმეორებს უეჭველი სახში ამის დაშლა აწყობას და მოხდება შემდეგი რომ იარაღს ვეღარა აწყობს. შეექმნება სხვადასხვა პრობლემები. რა თქმა უნდა ამ ადამიანების სიაში პირველი მე ვიქნები, იმიტომ რომ ეს არასდროს არ დამიშლია და ამის დაშლა არც გჭირდება რა. პლასტმასის დეტალია და ძალიან მარტივად ზეთით შეგვიძლია გავუწმინდოთ ფუნჯით და ასე შემდეგ. ანუ იარაღის ყოველდღიურად ყოველი გამოყენების შემდეგ ამ დონემდე დაშლა არის დაუშვებელი. რაც მე ახლა დავშა, იმიტომ ეს დროს ნაწილების ცოდას თუნდაც ეს რომ ყარაცის და რაღაცას ეხახუნება, ზუსტად იმიტომ რომ ყარად რომ გადამოტრიალებს დროს მარტივად არ გადმოვარდეს და არ დავკარგოთ. ამიტომ ხშირი ამის გამოღება ჩასმა გამოიწვევს ცვეთას და დავკარგავთ უბრალოდ ნაწილებს.
დასწვდება იარაღს. აქ არ არის ყველაფერი ხრახლით მოჭერილი შიგნით აი აქ მექანიზმში და ამიტომ ამის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. ეს კიდევ ხრახლს შეცვლი, მაგრამ აქ ვერაფერს ვეღარ შევცვლით. ამიტომ ამის ხშირი დაშლა აწყობა არ არის. როგორც იარაღით გაუწმენდაობით შეიძლება დავაზიანოთ იარაღს ძალიან, ისევე იარაღის ხშირი წმენდით და არასწორი მოვლით შეგვიძლია დავაზიანოთ. იარაღი ეწყობა უკუთან მიმდევრობით. ან როგორც დავშალეთ, ისე შეგვიძლია ავაწყოთ. ძალიან მარტივად. მოდი ახლა ვეცდები მე ძალიან სწრაფად ავაწყო. დაახლოებით 1 წუთი დამჭირდება ამ ყველაფერთვის. და პირველ რიგში დეტალს ვსვავთ. ეს ჩასმაცრა ახლა მიჭირს. ჩავსვავთ, მოვარგებთ. შუქზე უნდა გავხედოთ, რომ ზუსტად დაერთხოს წერტილები ერთმანეთს. და უკვე შეგვიძლია ისინი ჩავსვათ შიგნით. ჩავსვათ. მოვარგებთ დეტალები. შემდეგ ვაყენებთ პისტოლეტისებრ სახელურს. ძალიან სწრაფად ისე მარტივია საწყობია, არ ჭირდება მას ბევრი ჭიჭინი, პიპინი, რუტრუტი, ოპა. აი ამის მართლა უსომოდ დიდმა ხრახლმა მომიგო ბოლო. შემოვიდა. დარალის ვიტვაკეთებდი და მაგიტო დაჭირდი რამდენი ხანი. ძალიან არ გვინდა რომ გამაგრდება ორჯერ, სამჯერ გადავატრიალებთ და უკვე საკმარისია ხრახლის. შემდეგ ჩავსვავთ აი ამ კინას. დავამაგრებთ მასზე უკანა ნაწილს. ძალიან ისე მარტივად ჩავხრახით თავის ადგილას. ძალიან არაფერს არ გჭირდავთ შიგნით, რომ არ მოხდეს ნაწილების არასასურველი გამყარება და შემდეგ პრობლემები არ შეგვექმნას. ამას ჩავსვავთ, ჩავკაპურებთ. გასწორდა, შემდეგი მექანიზმი არის აი ამის აწყობა ძალიან მარტივად, აი აქ შევსვავთ. ამას დავამაგრებთ თავის ადგილას. გამივარდა სიჩქარეში. ახლა გავახსენდა პირველად რომ დავხსენე იარაღი და იარაღი მზად არის დავალების შესასრულებლად. სულ ეს იყო დერი არსის პომპიანი თობის დაშლა აწყობა და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.